ამფიბიური სადესანტო ოპერაციის პირველი ტალღა დაიწყო. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ქვეითთა კორპუსი ამფიბიური ტექნიკის გამოყენებით თავდაპირველი თავდაცვითი ხაზის გარღვევას და პლაჟების აღებას ისახავს მიზნად. მიზანია ტაოუანში საჰაერო სადესანტო დანაყოფებთან სწრაფი შეერთება და შემდეგ ტაიპეიზე შეტევა. პირველი ტალღა რამდენიმე ათას ჯარისკაცს და რამდენიმე ასეულ ამფიბიურ მანქანას ითვლის. ამავდროულად მცირე ზომის დესანტი სავარაუდოდ 1 ან 2 ამფიბიური ბრიგადა თავს ესხმის ტაიჩუნგის ტერიტორიას. დაიკავოს ტაივანის სიდიდით მეორე პორტი და ჩინგ-ჩუანგ კანგის საჰაერო ბაზა. აქ წარმატების შემთხვევაში მეათე არმიის კორპუსი შეჩერდება და კუნძული გაიყოფა, რაც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ დამატებით ძალების გადასვლას შეფერხებას გამოიწვევს. ილანის რაიონში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სპეციალური დანიშნულების რაზმები შეზღუდულ რეიდს ატარებენ. მათი მიზანი ტერიტორიის დაკავება კი არა, ილანის ვაკიდან ტაიპეამდე მიმავალი ძირითადი გვირაბებისა და გზების გადაკეტვაა, რათა კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილიდან დედაქალაქ ტაივანური დამატებითი ძალების გადაჯგუფება შეფერხდეს. როგორც კი ჩინური ფლოტი კუნძულს უახლოვდება, ტაივანის ძალები იერიშს იწყებენ სადესანტო ხომალდებზე.